ეს არის ქრონიკა 17 საათზე ახალ ამბებს თამარ გედევანიშვილი გაგაცნობთ 20 ექსტრემალი ქართველი ქალის საუკეთესო მძღოლის ტიტულისთვის რომ პეტროლის ემოციური რალი და თავზე ხელაღებული ქალების შეჯიბრი გუნდების წევრებს შორის იმედის წარმომადგენლებიც იყვნენ ვინ მოიპოვა პირველობა და რა რთული დავალების შესრულება მოუხდათ მონაწილეებს ამაზე ლელა ციკლაური გვიამბობს რომელიც მესამე ადგილოსანი გუნდის ბელა მაფიას წევრი იყო Respublikis მოედანი დღეს ქალთა შეჯიბრის არენად იქცა. რომპეტროლის რალის სეზონი 2011 კომპანიამ ამჯერად ქალ მძღოლებს დაუთმო. ექსპერიმენტმა გაამართლა ექსტრემი ადრენალინი და გაზაფხულის ემოციები. მოედანზე ესტაფეტის დროს რალის მოყვარული ქალები მამაკაცებს არ ჩამორჩნენ. ორი წრე, ერთი ჩვეულებრივი, მეორე კი უჩვეულო. ტელეფონით ხელში რბოლა და კითხვები, რომელსაც წამყვანი სვავდა. ესტაფეტამ 2 საათს გასტანა, რომელშიც 20 ქალისგან შემდგარი 5 ჯგუფი მონაწილეობდა. პირველი ადგილი ჯგუფ მაგლის ვერავინ წაართვა. ჯგუფის კაპიტანი იმედის დღის შოუს წამყვანი ნანუკა ხაზარაძე იყო. მეორე ადგილი წილად მომღერალ გურგულებს ხვდა. მესამე ადგილი კი იმედის მოქმედ და ყოფილ ჟურნალისტებს, რომლებიც ბელა მაფიას წარმოადგენდნენ. დანარჩენი საპრიზო ადგილები კი ტრამპლიორებმა და ბლონდებმა გადაინაწილეს. 9:28 წამი 2 მიასედი წამი მათი არის საუკეთესო დრო. ყველაზე დიდი ბედნიერება, როდესაც გამარჯვებული ხარ. ყოველთვის წამდა ჩემი თავის რომ მაგარი მძღოლი ვიყავი და ახლა დამკითხდა. კომპანია რომპეტროლი ავტორალის ფედერაციასთან ერთად 2011 წლის სეზონს ხსნის. ფიქრობ ძალიან საინტერესო და კარგი სანახაობა იქნება. მშვენიერი ამინდია და ამ დღეს ჩვენ ვჩუქნით ქალებს. საჩუქრების შთამბეჭდავი იყო რომპეტროლის 100 ლიტრის საწვავი ბილაინის ახალი უნიკალური ტელეფონი, რომელიც წილად ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტს ხვდა. სადაზღვევო კომპანია არდი ჯგუფის ავტოდაზღვევა, ჯიმარტის სასაჩუქრე კალათები, სასტუმრო ქორთიარდის 5 ვარსკვლავიანი ნომერი და პარფიუმერიის ქსელის სურპრიზები. საჩუქარი ყველა მანდილოსანმა მიიღო, ყველაზე ელეგანტურ მძღოლად კი მოდელი ირინა ონაშვილი დასახელდა, რომლის რბოლასაც თვალყურს მისი მეუღლე ლადო ვარძელაშვილი წადევნებდა. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ქრონიკასთან ქალების ესტაფეტა შეაფასა და თქვა, რომ ავტომობილის ელეგანტურად მართვა მეუღლესთვის მას არ უსწავლებია. ეს მე არ დამბრალდება, იმიტომ რომ მე არ მისწავლები ამისთვის დარება, ეს თვითონ ისწავლე. რომპეტროლთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებებს ვატარებ და ძალიან კარგი არის ეს ინიციატივა, რომ ქალები ეს პირველ რიგში ემსახურება იმას, რომ ექსტრემალური სპორტის პოპულარიზაცია და მეორე ის, რომ ქალებმა უკეთესად ისწავლონ საქართველოში მართვა, რაც სერიოზული პრობლემაა. შეჯიბრის მეორე ეტაპი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ესტაფეტა თითოეულ მონაწილეს მობილური ტელეფონით ხელში უნდა გაევლო. წამყვანის კითხვებზეც ლოგიკური პასუხები უნდა გაეცა. მაგალითად, რა ერქვა ბაღის შეყვარებულს და როგორ აი თმებს სუწიწკნიდა და აწვალებდა თუ არა და სკოლის ბანკეტზე ვთქვათ როგორ აფერის კაბა. შედეგები მიიღე მაინც საჭესთან ტელეფონით. სხვათა შორის ყველას ახსოვდა პირველი შეყვარებულის სახელი და გვარი. ჩემთვის ეგ კარგი კი ყველას ახსოვდა თავისი უფროსის ესეთი პოზიცია როდის რომელი უფროსი გამოიცვალა. სანამ რალი დაიწყებოდა შეჯიბრში მონაწილეები ქრონიკის შეკითხვებს პასუხობდნენ. ქალურმა ინტუიციამ მათ არც რბოლის დროს უღალატათ. თუმცა ესტაფეტამ მეგობარი გოგონები კონკურენტებად რამდენიმე ხნით მაინც აქცია. ჩვენ ორივეს ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ დღეს მოვიგებთ უბრალოდ ესე მოხდა რომ აი ჩვენი სააკეთოს წარმომადგენლები ვართ მაგრამ ცალ-ცალკე გუნდებში ვართ და ძალიან გვეწყინა. ანუ ერთმანეთის ხო ამ შემთხვევაში კონკურენტები გამოვდივართ მაგრამ მაინც გულშემატკივრობთ ერთმანეთს. ჩემდა გასაკვირად ჩვენი საუკეთესო დრო. ანუ წესით იმედი მაქვს რომ დღეს უნდა გავიმარჯვოთ ან შემდგომ ძალიან კაი გუნდელები. მითები დადის ნინელი, ლალი, ნინო. სამივე როგორც ამბობენ ძალიან კარგი მძღოლები არიან. თარუსთავი 2 და იმედი ერთად გამოვდივარ და მე დიდი იმედია მოიგებს. 2 მედია მოიგებს დღეს. ქალთა რალის ფედერაციის წარმომადგენელი აღმოჩნდა ჩემთან გუნდში და ისე გამიხარდა რომ ყველასთან მივდიოდი და ვამბობდი და მე აჯანყდა და საზოგადოება და გააგდეს ეს გოგო და ეხლა მყავს ანუ პირველი ინციდენტი უკვე მოხდა. მე მგონი ჩემნაირი ლუზერი გუნდში და ამიტომ რას ფიქრობ? კი, რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, ძალიან რთულია. სხვისი მანქანა არ გაქვს მორგებული. სადაც ისეთია, რომ აქ წლე არასდროს არ მიიღწამს და მობილურზე არ ლაპარაკობს საჭესთან. რომპეტროლის რალის სეზონი სტარტს 2008 წლიდან იღებს. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა პირობა დადო, რომ პროფესიონალ და მოყვარულ მამაკაცებთან ერთად შეჯიბრს ყოველ გაზაფხულზე ქალებისთვისაც მოაწყობს. როგორც ჩანს, რისკიანმა გადაწყვეტილებამ გაამართლა. თუმცა შეჯიბრის ბოლოს ესტაფეტა ქალებს მაინც მამაკაცებმა ჩამოართვეს და შეჯიბრი უკვე რესპუბლიკის მოედანზე პროფესიონალებს შორის გააგრძელდა.